Когда первый сменил так, когда для 5000 такой სასწაული ხუთი ათასი დაპყრების უდაბნოში ის ესმია და თვითონ უკვე შევეჩვიეთ აგვიყვეს არაფერი მაგრამ გვიყვეს მოწყულებმა ვერ გაიგეს ხალხს არ უნახავს ეგონა რომ იქ ბევრი ქონდა ტულები და დაწესეს და მოუტანეს და ამიტომ უფალი მერე როდესაც ეძებენ მას ეთქვის რომ მეძებთ არა იმიტომ რომ სასწაული ხიდა ამიტომ რომ გაძეხით სასწაული ვერ იხილეთ ვერც უთა ფერმე იხილეს სასწაული და მათთვის იყო ეს რომ უფალია რომ შეხვეცადა ქვეყანა როდესაც შეუძლია ქვებებ ყურებად აქციოს მაგრამ როდესაც ეს საცდურისგან მოდის და მაცდურისგან მოდის მაშინ უფალი პასუხობს არა ხოლმე პური ცოცხლის კაცი არამედ ხოლმე სიტყვით ღვთისპირა გამოდის და ეს სიტყვა შეიძლება ხორციელი იქნეს განცხადეს ნივთიერად აი ამ ვინ შექმნა არა ფრისაგან არა რაობისაგან ეს რაობა ამ სოფლისა თავის მრავალფეროვნებით თავის იერარქიებით სიტყვით შექმნა მაშინ უძლია არსებული ნივთიერის გამრავლება დღეს მეცნიერები მივიდნენ აქამდე ხო შეიძლება რასაც ხოც ამრავლებენ საწყისად არის ხოცი და იმისგან მერე მეთოდებით ამრავლებენ კლონირება კიდევ სახეობა მიიღოს და აქ არის ნივთიერება მოწმდება ეს დღეს არ ვიგვეს იმიტომ ამდენი დასაკლავი საქონელი არ არის რომ ამდენი მილიარდი ხალხი გააცნო კაი ინდოეთში ნახევარზევით ხორცს ჩამს ზოხის ხორცს და შეიძლება შეჭამოს და ამიტომ უკვე მეცნიერება მიხო დაკვეთა შეძელით რომ აი ცირებიდან უფრო გაამრავლებით და ამათ გონიათო ეხანი უფალს გაუტოვდნენ ესეთი შმაკისგან რა არის შმაკისგან გატოლები ღმერთთან სურვილი მასთან გატოლების და სურვილი იმ იერარქიის დარღვევის რაც ღმერთმა შექმნა აი ეს ცივილიზაცია ტექნოკრატული ცივილიზაცია ციულს გაუტოვდეს უფალს შემოქმედებაში და ზეციური იერარქიის გავსად იყო ამ ქვეყანაზე იერარქია მემკვიდრეობითი და დინასტიური იერარქიები ხა ევროპულ ქვეყნებში აღმოსავლურ ქვეყნებში ჩინეთში ეს იერარქიები ადვილად ირღვეოდა უცებ სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და ის მეფე მოყოლს გადააგდეს მის ნათესებს დახოცეს და სხვა მოვიდა გაბატონდა აი ეს მოდის აი შუა მდინარეთიდან შუმერებიდან იმ დროიდან უკვე ეს მოდის რომ ასე შეიძლება ენერგია კაც რომ შეუძლია ინტრიგი შექმნა ვიღაც მომხრები იყოლია და რაღა იმანი შეიძლება და ვერ იმას გადაგდების შვილე და შვილი შეთუში და შვილი გადაგდების სხვა და უნიკალური არის საქართველოში ბაგრატიონთა დინასტია რამდენი ომი იყო რამდენი საცდური იყო რამდენი დაპირისპირება იყო მეფესთან თავადებისგან მაგრამ ეს დაპირისპირება უშუალოდ ნუ შემეხებიო რა შენ იყავი შენთვის მეფე და მე ამ ჩემ სამფლობელში მე ვარ მეფე და ანუ
აი ამ დინასტიის წინამდე პრაქტიკულად არ წასულა. იყო მცდელობები და სულაც ამ დარბაის. არ მიიღო ხალხმა. და ეს ჩვენი დინასტია, ეს 1000-წლოვანი დინასტია არის. ისე არ როგორც საუკუნეში ძება, ერთ საუკუნეში იცლებოდა, ხო? ბონაპარტე მოვიდა, ხო? დინასტია შექმნა კი მესამე ნაპოლეონი, ხო? ლუი ბონაპარტე. ნუ ის გადააწყდეს. გააცნო შეაბრძოლეს გერმანეთთან ძლიერები იყო იმ ჯართან და თქვენ ჩავარდა და მე რევოლუცია კომუნი. რატო ვიხსენთ ამას, რომ ეს ცდელობა რომ თვითონ შექმნას ადამიანს ან თვითონ იმობს და არ არის იერარქია და თავისი იერარქია წარმოქმნას და აი რა თავის ცივილიზაციას ვეძახით დემოკრატიულს ხო ვიშავდა მონარქიული წყობა საერთოდ მოარდეს აღარ დინასტიები მაგრამ მაგნატების დინასტიები აღმოჩნდა ხო მილიარდერების დინასტიები აღმოჩნდა ხო ესენი მეფობენ თუმცა ის კონკურენცია მაგრამ ამას ყველაფერს ატოვიხსენ ეს დასაბამიდან მოდის როდესაც მასტურმა ეს შეცდომაში შეიყვანა ადამიანი ვითი შეიყვანა შეცდომაში რომ შესთავაზა აი ხის ნაყოფის მიღება რომ ჩაგზავნილი იყო ხო საუბარია რომ ღმერთმა მთელი სამყარო შექმნა ყველაფერი ადამიანს მისცა ერთ რაღაცას უთხრა ამას ნუ შეჭამა როგორც შესამეს იგი მოკვდები ნუ ფიზიკურად არ მოკვდა არც ადამიანს ელექტრი სულიერად სხვა ხედვა გაჩნდა სხვანაირ ახლა გახდა და მათი აღმოჩენა ყოფილა ეს და რა იყო ეს აბზალური ნაყოფი არის რაღაც ცოდნა რომელიც ადამიანს მოცემული არ აქვს ღვთისაგან და რატო არ აქვს იმიტომ რომ რაც მოცემული აქვს იმას სწორად ვერ მართავს და ის იმაზე მიუწვდომებს რომ ისევ რას იზამს თუ დაანგეცხოვდეს ამიტომ ვინც ამ ღვთის მოცემულს უვლის და ინარჩუნებს იმ ჰარმონიას შემოქმედთან და ქმნილებას შორის დასებულს იმას ეძლევა ის რაც ადამიანმა დაკარგა და ეს მაგალითი ახლა ჩვენ დაუბრუნდით დღევანდელ ამბავს სახარებისეულს რომ თქვენო ჭამეთო გაძეხითო და სასწაული ვერ იხილეთო მეძებთ იმიტომ რომ გაძეხითო თქვენ მიჭერი მეფე გინდათ ვინ თქვენ უქმად გაჭერს დახსოვს და აი ჭამეთ აგერ ასე ულეველი რაღაც არის საჭმელი და მიირთვით და გაძეხითო თქვენ და რას ისევ ნაგროვანებაში ჩავარდი ადამიანი მაღალ მადერებს აღარ ფიქრობს რა ის კიდე ახალ სიამოვნებაზე ფიქრობს რომ ნუ ეს ხომ ჭამე ახლა თან განსაკუთრებული კონცერტი კი არა ისევ თვით ყავყვილესკენ მიმდინარე თვით ყავყილება ისაშა შვედ ადამიანი ვეღარ ვითარდება ამიტომ აი შეხება იმ ნაყოფის ნუ სწორედ ქრის რა ასე და სრულყოფილების იმან რომ მიახსია ჰარმონიას და ჩვენ ხედავთ რომ სამხრეთ ამერიკის და აფრიკის ჯუნგლებში სელვაში დღეს კიდე არის ნუ მესამე საუკუნეში საერთოდ აღმოჩენა იყო რომ ესე ველურ მდგომარეობაში ყოფილი ადამიანები ველურები არ იყვნენ მათ ქონდა თავისი იერარქია თავისი წესები ტრადიციები გადმოცემები რაღაც მითოსი და ყველაფერი ისინი თვით ყავყილებს შევარდნენ ამიტომ აღარ განვითარდნენ მათ შექმნეს გარემოს რომ ის იყოს ჰარმონიული ურთიერთობა და
მეტი განვითარების მათ აღარ უზრუნველთ. Დამი ცივილიზაცია ის არის ცივილიზაცია, რომელიც თურქ ეფექტის გაუქმებას კონკურენტუნარიანობისგან მოგიწოდებს, რომ შენ აჯობო სხვას. და ტექნიკურად ვითარდება, მაგრამ სულიერად არა, იმიტომ რომ სხვას აჯობო, რაღაცა უნდა ახალი გამოიგონო. მაგრამ ეს არ არის საკმარის რომ გამოიგონო, შენ გამოგონო რაც მოიპაროს შენგან. და შესაც მოკლას და თავისად გაასახოს არის ესეთი გადმოცემით მოსაზრებები, რომ თქვათ ტინგის ბეჭდა ენერგიაში გამოდაცა სხვა მორე იმან უნდა ისაკუთრა და ის საკუთრება გავცელებული ასე სხვა შექმნით არის. Հետո ակուկե վերակոպա, գայձերովա, ժակրովա, უნდა գճիդება შენ, რომ ასე ვთქვათ, კონკურენციაში გაიმარჯვა, აჯობო. იცით, როჩილდების ინგლისის თუ ლონდონის შტო, როგორ გადი ერთ დღეში როგორ გამბირდა. იყო, მაგრამ ზოგიერთი იყო. საერთოდ გამბირდა. იცით, ვატერლოოს ბრძოლის შედეგი. მან დაიქირავა ერთი სასწავლელი და ნახე და საფრთხე წამოდიო. რათა გემი იყო რაღაცა ისეთი, ცუბუგი ვატარდა, ადრე გადალახალა მასში და მოუტან ამბავი, რომ ნაპოლეონი დამარცხდა და იმან გამოაცხადა, რომ ამბავი მოვიდა, რომ ჩვენ დავმარცხდითო. ველინგტონი დამარცხდა და ინგლისის ესე იგი ბირჟაზე დაეცა ფასი. ამასაც უჩინსკიდა ყველაფერი იაფად. და მე მოვიდა ოფიციალური წარმოადგენელი ველინგტონის ჩვენ გავიმარჯვეთ. გავიმარჯვეთ, ფასები ავარდა ბირჟაზე. იაფად ნაკლები ძირად გავიდა. მოატყო. ხო? ვერ გამოსანა. ეს ცნობილი ფაქტია, ახლა მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ სამყაროში საზოგადოებაში, კაცობრიობაში და ჩვენ ისტორიაში ყველა ქვეყანაში არის ერთი ბრძოლა ჭეშმარიტებასა და სიცოცხლეს, სიწმინდესა და ცოდვას შორის. თითოეულ ადამიანში არის, ოჯახში არის, საზოგადოებაში არის და ქვეყნებს შორის არის. აქ ახალი არაფერი არ არის. გაგვიშვით სხვა უფალმა ჩვენ მოგცა გამოსავალი. დაცემი დაეცი. ნახეთ ნაყოფი შენი დაცემისა. მაგრამ გამოხსნის გზა შემომიდექმე ეუბნება. მეზორეს მან დატოვა და გახდა მათი მახარებელი. 20 საუკუნეა მის სახელი ცნობილია მსოფლიოში. და საუბარ ცხოვრებაში უკვე დამკვიდრებული. ასე სხვა მაგალითები გვაქვს, რომ მამა გაბრიელი. როგორი იყო? როგორ ვერ არის გონებაზე. ზოგი ფიქრობდა რომ მსახიობობსო, ზოგი კიდე რაღაცა აბრალებდა ცოდვას და მის განიკითხავდა და არ უშმენდა მას. დღეს მის სახელი საქართველოს ფარგლებს გაცდა უწმინდანის. მისი ხატები სხვადასხვა ქვეყნებში არის და ეს არის. ეს მოვინა რომ ამ ხილულად შევხედავთ ფორმაში დაუნჯებული იყო დიდი საიდუმლო ჭეშმარიტებისა. ღვთის მადლი. ეს მადლი მოქმედებს. ხახა ის პიჯაკიო დაღო ავტოშავსათა ან ქუდი თუ თავზე დასაფარებელი გაინაცვლეს ეს ნაწილები, რომ დაეხმაროთ სნეულებს და არის შემთხვევა, მაგრამ იყუნება შემთხვევა სნეულება რეალურად. მაგრამ უმრავლესობა მაინც ირჩევს სხვა გზას. ეხლა ყველა რომ ახლა მამა გაბრიელი
რა მოხდება? ერთმანეთს გამოცდიან, ერთმანეთს ჩაეხუტებიან. დაიწყება ჩვენთან ნასხლეტი. აი ეს არის ჭეშმარიტი ეკლესია. ვინც გაიზიარა ეს საიდუმლო შეიცნო და გაერთიანდა. მოციქულები. ისინი ვერ მიხვდნენ, იმიტომ რომ როდესაც ეს მაძიებელი ქრისტესი მოვიდნენ და რატო ეძებდნენ? უნდა რომ მეფეს გამხდარიყო და კაი მეფეა და ჩვენ დავსწრებით და არაფერს გავაკეთებთ და ის მოაჭრევს ჩვენ. კარგია. და უფალმა რაც უთხრა, პეტრემ უშაყვედურა. ფიცხი სიტყვა თქვიოდა, აი ხო ხედავ წავიდნენო. ხედავ საზომი პეტრეს სიმრავლე. ამდენი ხალხი მოვიდა და მრევლი დავკარგეთ. ულის პასუხი, შენ ხო არ გინდა წახვიდეო? მე ვისთან წავიდეო. სიტყვა ცხოვრებისა შენთან არისო. თუ იცი რომ შენთან არის სიტყვა ცხოვრებისა, იქით რაღაც იხედები რომ აი დაინდრავენ რომ წავიდენო. იმიტომ წავიდე რომ სიტყვა ცხოვრებისა ვერ მიიღეს, ვერ განიცადეს, ვერ გაასრულდეს, ვერ შეიცნეს. ბატო ჭამას მაუნდოდოთ და არა სულის ხონება. აი სწორედ ეს საიდუმლო სასწაული სამაში მდგომარეობს. უფალი მოქმედებს ხან ცხადად, ხან საიდუმლოდ, ხან ერთპიროვნებაზე, ხან მრავლად წინაშე. მაგრამ ეს ყველაფერი გაკვეთილია ჩვენთვის. ჩვენ რას ვირჩევთ? ამიტომ გიხდებით რომ ხილულის შემეცნება არ არის საკმარისი, რომ შენ უფალში ვერთ. ეს თუ არ გადაიზარდა რწმენაში, მაშინ უფალთან ვერ ცხვა. რწმენა ხსნის იმ საზღვრის კრიტეს ხილულს და უხილავს შორის. როდის გაჩნდა ეს? აი როდესაც ის ხილი ნაკოფი, თქვათ ეს ნაკოფი, არაერთი ვაშლი ატამი თუ წყალი, ნაკოფი თვითნებურობისა. რატომ მიბრძალა? და ნუ რა ცუდია, ნუ აღწერა საშუალო ვერ ხედავო. მაგრამ სიტყვა ღვთისა, მაცხოვრებელი სიტყვა დაივიწყა, უგულებელყო და უკვე სანამ მოწვიდავდა, უკვე გაწმენდა კავშირი უფალთან. რატომ? თვალი აეხილაო, როგორც ჩაკვიჩა, სხვა თვალი დაინახა სამყარო. და მოეწონა ეს აღმოჩენა. აი, აღმოჩენებით არის აღთქმული დღეს ბევრი, სხვადასხვა აღმოჩენებით იქ, აი, მთვარეზე აფრინდა, მარსზე აფრინდა, დინესაზე გაფრინდა, ის იალბურზე თუ იმაზე ევერსზე ავიდა, ეს პოლუსზე გავიდა ფეხით და სენსაციები სულ მიზიდავს, მაგრამ ჩვენ ხედავთ ამ ყველაფერში, რომ ეს არის სწორედ მცდელობა, აი ეს მოწყვეტო ეს ნაყოფი შეჭამა. იქ არავინ ყოფილა, არავინ არის, აი მე პირველი მივედი და ვნახე და გეუბნებით, მოყინულებია პოლუსზე. ნუ წერტილია. ამ წერტილის გულში დღეს უკვე პრეტენზიები აქვს ორ დიდ ქვეყანას. ისინი რატო იქ ნავთობი ყოფილა თურმე სიღრმეში. ხო? და რატო ის ყინული? ამას არ ვიკითხულობს. რატო ეს პოლუსი ვარ და ღერძი რატო დახრილი დედამიწის ბრუნვის ღერძი რატო დახრილი? ამ ყველაფერში საიდუმლო ღვთის შემოქმედებისათვის. და დღეს ჩვენ ზოგადად შევიზრდ ნივთიერი, რათა ნივთიერი მოგება გქონდეს. ნივთიერისგან ნივთიერით გამდიდარებთ. და მაშინ ჩვენს ძიებაში, ჩვენს აზროვნებაში აღარ ჩდება ადგილი, არ რჩება ადგილი
აი ამ საიდუმლოს შემეცნების. რატო? არ ნივთიერი და ნივთიერს არ ვყიდება მე. მუცხრა დავუცე კითხო მაცხოს რომ აი ჩვენ ხო ყველაფერს დავტოვეთ რომ ჩვენ ამბობთ. რა იქნება სამაგერო ჩვენ რას მივიღებთ? ოქრო და ვერცხლი არ მოგცემთ თქვენ. აი მოგცემ თქვენ ჩემ გერი დაჭდომოს მეოთმოსისას 12 ტომის გასაჭიროთ. ეს სიმბოლიზმი 12 ზარდასრულებო არის. 12 პატრიარქი ძველი 12 მოციქული ახალი ახლის 12 თვეეთერი კავშირი და კიდე მრავალი ხარის შეხედოთ ეს სიმბოლური რიცხვი არის. კი რაღაც რეალობა ფიზიკურიც აქვს, მაგრამ იმდენად ფართო არის ამ სიმბოლოს ხმარებისა, რომ ფიქრობ ამის უკან რაღაცა სხვა შინაარსითებს. აი თურმე რას გვიდა უფალი, სასופველოს, ცხოვრებას, მაგრით ცხოვრებას და რომ აი თქვენ აქ რომ დაიწმინდეთ, თქვენ რომ გაწამეს ჭეშმარიტი სიტყვის გამო, ეხლა ამ სიტყვით ესენი ყველანი განისჯებიან. მაგრამ ესა ჩვენი ზარზეიმია, არა? ესა საცოდაობა იმათი, ვინც არ ელოდა ამას. და სიხარული არა მათი დაღუპვით, არამედ ჩვენ ვიხარი რომ უფალთან ერთად ავხართ. ანუ ის განცდა მათთან მიმართებაში აღარ არის, როგორც იმ ლახაკ ლაზარეს იმ დიდრის მიმართ, როცა გიწოდა. არა, ის ხარობს ჩახუტებულია ა ブラ ამთან. უკვე ეს ცნობიერება და ახმა იქით და აქეთ აღარ არის. აქეთ თუ აქ ამ დიდარს ახმა რო ის დაინახა ლაზარე, ის უფრო გამწარდა. მისი ასე იგი უმობელობის გამო, უგულისხმობის გამო ხუმი და აქ კიდე შური გაუჩნდა იმის მიმართ, ვინც ეგონა მდაბიოთ. და იმის დამდაბლება მოინდომა კიდე. ანუ კიდე ბოროტება უფრო გამრავდა მასში. უფრო გამრავლდა. აი ეს არის შედეგი. ის უფრო ნაცდება, ეს უფრო ბოროტდება. მაგრამ ყველა თავისი არჩევანის და შესაბამისად. უფალი მართსაჯული არის. მაგრამ არჩევანის უფლება ადამიანს მისცა დღეს რომ თავისუფლება ნების თავისუფლებას ლაპარაკობენ, რას ირჩევენ? აი ამ არჩევანში აგებენ პასუხს. და ვერასდროს დააბრალებენ. შენ შეიძლება ისიც მე რამე საჩივი გქონდა. საჩივი საშედეგო გქონდა მოცემული, მაგრამ შენ ეს აირჩიე და ხა შესაბამისად მოგეკითხება რა შეერჩია. განსაკუთრებით ეს სასწაული 5000 კაცის დაყურების კონკრეტული არის, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია განვარცხოთ და დავინახოთ ჩვენ დღეს სანდა ვართ. ჩვენ დღეს რა არჩევანს ვაკეთებთ. მაყოფილდებით მიღებული პურით თუ დოვლათით თუ რაღაცით თვინი მოთხოვნის მაყოფილების და დანაყრების გზა ვირჩიოთ თუ ჭეშმარიტების ძიება, სიწმინდის ძიების, სიმართლის ძიების გზაზე დგევართ, ვითმეთ, პატიობთ, მაგრამ ჩვენ ვირჩევთ უფალს. ის არის ხალხოსადრელი, ჩვენი მართალი. ამ გზაზე ჩვენ ვწდებით, ვეცემით, მაგრამ დგებით და მივდართ. ეს არის უფალი მოგეშლიოლა დაეცინა ადიქიო. ნუ დარჩები დასულ მდგომარეობაში. და ამ ადგომით შენ ამართებ შენ არჩევანს. შენ ერთგული ხარ არჩევანისა. ეს არჩევანი უფლის სიტყვა, უფლის გზა არის და განვიშოთ ჩვენ
თვითნებურ არჩევანს, თვითყავმფილების, პატიმოყარების, ნივის მოყარების და კიდე სხვა რაღაც მიგრძნობის აღვიოთ ჩვენში, დავიჩიოთ ფაქტს. Political something.